სიყვარული ეს არის რელიგიური მცნებების სული და გული. თუ არ არის არც ღმერთის სიყვარული, არც მოყვასის სიყვარული, მაშინ რაოდენ დაბეჯითებითაც არ უნდა ვასრულებდეთ დანარჩენ მცნებებს, ამას არანაირი ფასი არ აქვს. მაგრამ ეს მცნება რთულია. როგორ შევიყვაროთ? ჩვენ ერთის მხრივ ვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ როგორია ეს სიყვარული? ისეთი არ უფალი იესო ქრისტე, როგორცაც მოითხოვს, გრძნობთ რომ ღმერთი არის ჩვენი მამა ზეციე. ვიყვარს იგი როგორც მამა და როდესაც არის ასეთი სიყვარული, მაშინ ყველა ადამიანი ჩვენთვის გახდება ძმა და და. ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს. აი მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ბედნიერებაც, კეთილდღეობაც, მშვიდობაც, მთელი ჩვენი ცხოვრებაც. ასეთ სიყვარულს არსად არავინ არ ასწავლიდა. უფალი იესო ქრისტე ასწავლიდა. იყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ. ეს რას ნიშნავს? უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი თავგანწირული სიყვარული. ვინაიდან უფალმა იესო ქრისტემაც ჩვენ თავგანწირული სიყვარული შეგვიყვარა.